იეზიდი ქურთები საქართველოში მივიწყებული, მაგრამ მნიშვნელოვანი თავი იეზიდი ქურთები საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ეთნორელიგიური თემია. მათი ისტორია ამ მიწაზე საუკუნეებს მოიცავს, შუა საუკუნეებიდან დღემდე. ეს არის ისტორია გადასახლებისა, გადარჩენისა და ქვეყნისადმი ერთგულების. შუა საუკუნეები, მხარგრძელები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული მაგალითი იყო მხარგრძელთა ძმები ზაქარია და ივანე, თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, მე-13-მე-13 საუკუნეები. მათი ოჯახი წარმოშობით ქურთული იყო, სავარაუდოდ იეზიდური რელიგიური ფესვებით. მოგვიანებით მათ ქრისტიანობა მიიღეს, რაც მათ საშუალებას აძლევდა გამხდარიყვნენ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლები. მხარგრძელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის გაძლიერებაში, მათი ხელმძღვანელობით მოიგო ქართულმა ჯარმა არაერთი ბრძოლა, აშენდა ციხესიმაგრეები და მონასტრები. მათი სახელები წარუშლელია საქართველოს ოქროს ხანის ისტორიაში. ახალი ტალღა, მიგრაცია გენოციდის შემდეგ მე-20 საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგად, ათასობით იეზიდი ქურთი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. მათი ნაწილი შემოვიდა საქართველოში, თბილისში, დღევანდელი თბილისი, ახალციხეში, რუსთავსა და ქვემო ქართლის სოფლებში. მათ თან მოიტანეს საკუთარი ენა, რწმენა და ტრადიციები და აქ შექმნეს ახალი სიცოცხლე. რიცხოვნობა საბჭოთა სტატისტიკით, ათასობით იეზიდი ცხოვრობდა საქართველოში. დაახლოებით 30,000 ადამიანამდე იყო მათი რაოდენობა მე-20 საუკუნის ბოლოს. მომდევნო წლებში ეს რიცხვი შემცირდა და დღეს დაახლოებით 10-დან 12,000-მდე მერყეობს. მთავარი მიზეზებია ემიგრაცია, ეკონომიკური სირთულეები და ასიმილაცია. რელიგიური აღორძინება დიდხანს იეზიდიზმი საქართველოში არ იყო აღიარებული. ეს მდგომარეობა შეიცვალა, როცა 2011 წელს დაფუძნდა იეზიდების სულიერი საბჭო, ხოლო 2015 წელს თბილისში გაიხსნა სულთან ეზიდის სახელობის ტაძარი. ეს იყო პირველი იეზიდური ტაძარი საქართველოში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც ერაყის ფარგლებს გარეთ აშენდა. ტაძართან შეიქმნა თეოლოგიური აკადემია, სადაც ქურთულ, რუსულ და არაბულ ენებზე ასწავლიან იეზიდიზმის ისტორიას, ფილოსოფიას და კულტურას. თანამედროვე გამოწვევები დღეს იეზიდები საქართველოში ჯერ კიდევ აწყდებიან რთულ რეალობას, სოციალური და ეკონომიკური სიღარიბე, ენისა და კულტურის დაკარგვის საფრთხე, განათლებისა და რესურსების ნაკლებობა, ასიმილაცია ახალ თაობაში, თუმცა თემის დიდი ნაწილი რჩება მტკიცე, ინარჩუნებს რწმენას და საქართველოსადმი პატივისცემას. წვლილი და თანაარსებობა იეზიდები საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ისინი იდგნენ ქვეყნის გვერდით როგორც შუა საუკუნეებში, ისე თანამედროვე ეპოქაში. მათი წარსული მოწმობს, რომ საქართველო ყოველთვის იყო ადგილი, სადაც განსხვავებული რწმენებისა და წარმომავლობის ადამიანები თანაცხოვრობდნენ მშვიდობით. ეს არ არის უბრალოდ მიგრანტთა ისტორია, ეს არის ქვეყნის სულიერი მრავალფეროვნების ნაწილი. ძველი, მდუმარე, მაგრამ ამაკი ნაწილი.